ამდენი ხანი აქ დარბოდით და ყვიროდით, რომ პუტინს ჰააგას სასამართლო გაასამართლებს საერთაშორისო იზოლაციაში. ამერიკის პრეზიდენტი ამერიკის მიწაზე იღებს ახლა რუსეთის პრეზიდენტს და მთელი ის წარმოდგენა, რაც თქვენს ფლანგში იყო, გაირკვევა, რომ იყო ილუზია. და ჩვენ ეს წინასწარ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ეგ ხალხი ერთად დაჯდებოდა და აი კადრს რო ნახავთ პუტინი და ტრამპი ერთმანეთს ამერიკის მიწაზე რო ხელს ართმევენ. მაგ კადრმა ხო რაღაცა დასკვნებამდე უნდა მიგიყვანოთ. ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ, არავინ ჩვენი დამხმარე არ არის. მაგას რო ვამბობთ, ეგება უკეთ მიხვდეთ მაგ პოზიციას. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ თვითონ მოგვიწევს რუსებთან მოლაპარაკება, მაგას რატო ვამბობთ, იცი? აი ეხლა ტრამპი და პუტინი ისე დაილაპარაკებენ, რომ ზელენსკის ჯერ არავინ არაფერს არ დაეკითხება. ჩვენზეც დიდი ალბათობით ეგრე მოხდება. ვიღაცა სხვები გადაწყვეტავენ ამ ჩვენი ქვეყნის ბედს და რაღა სხვამ გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ბედი, თან გასაგებია რომ მან ისე გადაწყვიტავს, რომ თვითონ იხეირებს. ჩვენი ქვეყნის ბედზე მთავარი საფრთხე ვისგანაც მოდის? იმას, რომ ჩვენ თვითონ ველაპარაკოთ. მაგას რო ვამბობთ. მაგის გამო რატო გვაცხადებთ ანტიქართულ ძალად? ყველაზე საქართველოს ინტერესების გამტარებელი ძალა ვართ ჩვენ. იმიტომ რომ სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება და თქვენ კიდე უბრალოდ გიყენებთ. კონსერვატორების საქართველოსთვის